ყვირით უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ნელ-ნელა უმტკივნეულოდ შედარებით აი ამ საახალწლო გადატვირთული საკვები რეჟიმიდან. ახალი წლის ნოყიერი დღეები ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ვიქცევით ისე როგორც მოვიქეცით უკვე და ასევე ვიტამინებით და ასევე ვიმატებთ წონაში და ვიტამინებითაც არ არის ფლად გაჯერებული ჩვენი კვება ალბათ. კალორიული საკვები განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავისა თუ სხვა სახის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ახლა კი მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გადავიდეთ ახალი წლის დღეების შემდგომ კვების ჩვეულ რეჟიმზე, ისე რომ ავიცილოთ თავიდან გართულებები, როგორ უნდა იყოს ჩვენი რაციონი ამიერიდან, ეგრეთ წოდებული განტვირთვის დღეებზეც ვისაუბროთ, რა უნდა მივირთვათ, რისი მიღებისგან უკვე უნდა შევიკავოთ თავი, რომ მოვიშოროთ ეს მზედმეტი წონა, რომელიც ავკრიფეთ, ალბათ. ამ კითხვებზე პასუხს დიეტოლოგი ნატალია გოგავა გასცემს ახლა ჩვენს ეთერში პასუხს და ასევე გაგვანდობს იმ ჯანსაღი კოქტეილების რეცეპტს, რომლებიც ნელ-ნელა უმტკივნეულოდ გადაგვიყვანს უფრო სწორ მხარეზე. დილა მშვიდობის ნატალია, მოგესალმებით. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგელოცავ თქვენს და ჩვენს მაყურებელს შობა ახალწელს, უკვე ძველით ახალწელს და პირველ რიგში ჯანმრთელობას გისურვებთ. დიდი მადლობა ასე. ყველას გვაქვს ჩვენი საკვებით სოდვები ჩადენილი, აი ამ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში ეს არ იქნება არც თქვენთვის ახალი, ბუნებრივია თქვენთვის პირიქით უფრო მეტი ალბათ მომართვიანობის საგანიც შეწუხებული პაციენტებისგან, ასე ვთქვათ, არეული კუჭ-ნაწლავის სისტემით. არ არის ადვილი გადმოვეწყოთ უფრო ჯანსაღ მხარეს, იმიტომ რომ ძალიანაც ვეცადე რომ არამერია ასე ვთქვათ ჩემი საკვები რაციონი, მაგრამ რა თქმა უნდა მეც რაღაცეები ჩავიტინე. როგორ შეიძლება ნელა ჯერ მოდით მენტალურად გადმოვეწყოთ და შემდეგ უკვე რეალური რჩევებითაც გადავიდეთ. აი რა ვიფიქროთ პირველი, იმიტომ რომ აქედან მოდის ეს განწყობები, ხო ესეა. მართალი ხარ, ყველაფერი მოდის თავიდან, მე კუჭიდან, გულიდან და ასე შემდეგ. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე საახალწლო დღეები ეს არ არის მხოლოდ ერთი საღამო. ჩვენთვის ახალი წელი ეს არის მთელი ორი კვირა და ეს 2 კვირა სავსებით ისეთი საკმარისია, რომ არაერთი ცოდვა ჩავიდინოთ, ხო? და ცოტა ჩვევაშიც გადაგვივიდეს ეს არასწორი კვება. და ამიტომ იცით ხანდახან ეს დარღვევებით საჭიროა, იმიტომ რომ ახალი წელია, სიამოვნება უნდა მივიღოთ, უნდა გავერთოთ, ცოტა მივირთვათ, მაგრამ ადრე თუ გვიან ნებისმიერი დღესასწაული მთავრდება და აუცილებელი ხდება და მნიშვნელოვანი კი ბატონო ჩავდგეთ ჩვეულ რეჟიმში და ჩვეულ ფორმაში. ძალიან ხშირად მესმის, რომ განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, ვისაც ალბათ სასწორზე არასასურველ ციფრებს რო დაინახავდნენ, რამე სწრაფი, მკაცრი დიეტის დაცვის, რომ რაც შეიძლება მალე დაემშვიდობენ აი ამ მომატებულ კილოგრამებს და ძალიან ხშირად მესმის, აი ერთი კვირა მხოლოდ მაწონზე, ამ მხოლოდ მაწონზე და კიდზე, ამ ვალშზე და ასე შემდეგ. კი ბატონო და ასეთი სტრესული გახდომის მეთოდები, როგორც წესი, არ არის შედეგიანი. ჯერ ეს ერთი იმიტომ, რომ ძალიან დიდი დისკომფორტია, მუდმივ შიმშილთან ერთად ცხოვრება, სტრესია ძალიან დიდი ორგანიზმისთვის და უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ როგორც კი ჩვეულ კვებაზე გადავა, მომდევნო კვირების განმავლობაში ეს დაკარგული კილოგრამები კვლავ დაუბრუნდება და ძალიან ხშირად ბონუსად შეიძლება 1-2 ზედმეტიც მოყვეს. თან აი როცა ესეთი სტრესული გახდომა, კი ორგანიზმი დაკარგავს რამდენიმე კილოს, მაგრამ კითხვა ჩდება რის ხარჯზე? იმიტომ რომ აი ესეთი შიმშილის ფონზე, როგორც წესი, იკარგება კუნთოვანი მასა და კუნთებს პირიქით ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ და შეძლების დაგვარად შევინარჩუნოთ და გავზარდოთ კუნთოვანი მასა. აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ კლება იყოს ჯანმრთელი, ორგანიზმისთვის უვნებელი და შედეგიანი, უნდა მივმართოთ ბალანსირებულ კვებას, როცა ჩვენი რაციონი იქნება გაჯერებული ყველა იმ მაკრო თუ მიკრონუტრიენტებით, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეს იქნება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები თუ მინერალები. და მხოლოდ აი ესეთ მდგომარეობაში ჩვენი ორგანიზმი თავს გრძნობს კომფორტულად და უფრო მარტივად, უფრო იოლად ემშვიდობება აი ამ მომატებულ კილოგრამებს. თან ორგანიზმი, აი ხო გაგიგიათ, აი განსაკუთრებით მინდებაო სულ ტკბილი ან მარილიანი. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ რომელიმე ჩვენთვის აუცილებელი კვებითი
ელემენტი არის არასაკმარისი რაოდენობით წარდგენილი ჩვენს რაციონში და როცა აი ტკბილის მიმართ განსაკუთრებით გვაქვს ესეთი ლტოლვა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ცილა არის არასაკმარისი. რომ ასე ვთქვათ, ნაკლებად იყოს ესეთი მომენტები, ჩვენს რაციონში სათანადო ადგილას უნდა იყოს ყველა ისეთი პროდუქტი, როგორც არის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ხილი თუ ბოსტნეული ბურღულეობა და ასე შემდეგ. მაგრამ გარდა ბალანსირებული კვებისა, რომელიც არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მთავარი რგოლი ამ ყველაფრის, აუცილებლად უნდა მივმართოთ ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესს და პრინციპებს. რა არის? საკვების მიღების ჯერადობა დღის განმავლობაში, სუფთა ინტერვალები, აი ძალიან ხშირად ვიმეორებ ამას კვებიდან კვებამდე, აი სუსნაობის გარეშე. მიირთვი, დაისვენე და შემდეგ კვებამდე, თქვათ, სითხე, წყალი, უშაქრო ჩაი, უშაქრო ყავა შეგვიძლია მივირთვათ, მაგრამ აი სუსნაობა არ უნდა იყოს ჩვევაში. ფიზიკური აქტივობა. აი სუსნაობა, ვისაც უყვარს, კვების დროს უნდა მოხდეს ეს, რომ ეს დავიცვათ ინტერვალები. აი რაღაც თხილეული და ასე ჩირეული. რადგან უნდა ჯანსაღი, ნატალია აბარასვიტული. გვინდა, რა თქმა უნდა, ცოტა ვთქვათ, ის თხილეულიც და ჩირეულიც ძალიან სასარგებლო და კარგი პროდუქტია, უბრალოდ ძალიან კალორიულია და შეგვიძლია როგორც ერთი სნეიკი, ერთი ვთქვათ, ხემსი გქონდეს ორგანიზმში, მაგრამ თუ ტკბილთან გვაქვს ურთიერთობა, სასურველია, როცა წონის მატება გვაქვს და პირიქით გვინდა დავიკლოთ, რომ ძირითადი კვების შემდეგ მცირე ულუფა დესერტად მივირთვათ, დავაწყნაროთ ჩვენი ნერვული სისტემა, ვისიამოვნოთ და ძალიან არ ვავნოთ ჩვენი, ისე ვთქვათ, ორგანიზმი. იცით რა მინდა ვიკითხო, ნატალია, როგორც წესი, ამ ორი კვირის განმავლობაში უფრო მეტ ვჭამდით, ვიდრე აქამდე, ხო? ულუფაც მეტი იყო, ან უბრალოდ ყველაფერს ვინჯავდით, ბარემ ისიც არის, ბარემ ესეც არის და ხო, აი რაღაც რაოდენობასაც მივეჩვიეთ მეც, ხო? ესეც გარკვეულწილად პრობლემა ხომ არის. რა თქმა უნდა. აი ხვალ 15 იანვარია. აი რა უნდა პირველი რას მივაქციოთ ყურადღებას, ეს ბალანსის და დავუშვათ რაციონში რა იქნება ამის გარდა. აი რაც ულუფის შემცირება, ცოტა ტკბილეულზე უარის თქმა, ეს გარდამტეხი ნაბიჯები რა შეიძლება იყოს? იმისთვის რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ძალიან დიდი სტრესი არ იყოს, იმიტომ რომ ნებისმიერი სტრესი და როცა მკვეთრი კალორაჟის შემცირება ხდება, ჩვენი ორგანიზმის უძველესი ინსტინქტები კარნახობენ, რომ მოხდა რაღაცა კატასტროფა და ნებისმიერი კვებითი ენერგია უნდა იქნეს შენახული და სამომავლოდ ეს ყველაზე კარგად ინახება ცხიმის სახით. ეს მომენტი რომ არ მოხდეს, ნელ-ნელა უნდა შევამციროთ და პირველ რიგში ჩვენი საკვები რაციონიდან ამოვიღოთ ისეთი პროდუქტი, როგორც არის ალკოჰოლი, ტკბილი გაზიანი სასმელები, ან ნებისმიერი სხვა ტკბილი სასმელი. ისეთი საახალწლო ნუგბარი, როგორც არის გოზინაყი და ჩურჩხელი და მე მგონი ყველა გვინთავდა ამასობაში. მე არა სხვათა შორის. ყველამ ცოტათი მეტი მივირთვით ეს ის, ამიტომ ცოტა უნდა გამოვხშიროთ, ან ძალიან მცირე ულუფა ამოვიღო ის დავიტოვოთ, ცომეულობა, ტკბილეულობა დიდი რაოდენობით, შოკოლადი დიდი რაოდენობით შეგვიძლია დავტოვოთ, მაგრამ იმასთან შედარებით უფრო მცირე ულუფა. ხო? აუცილებელია ჩვენ დავიწყეთ და აი წყლის რაოდენობის გაზრდა, იმიტომ რომ ამ დღეებში უფრო სხვა სასმელს მაინც მოთხოვნილებაც არის წყალზე, აი ძალიან მეხრიკი ზამთარში მეც ჩვეულებრივ ცივ წყალს არ მე ძალიან მიყვარს თბილი წყალი. აბა გითხარით გამთბარი წყალი და არა ჩაისათვის საჭირო ცხელი, არამედ აი 50-55 გრადუსი. იმაში შეიძლება რამდენიმე, ისე ვთქვათ, ხელი ნაჭერი ლიმონი ან პიტნა ცოცხალი და ეს უფრო არც ჩაია და არც ჩაია და არც ვთქვათ, სხვადასხვა გემოთ ცოტა დარიჩინი შეგიძლია გაუკეთო. ცოტა კიტრი შეგიძლია დაუმატო და აი რაღაც სხვადასხვანაირი გემოები უფრო დაგეხმარება თუ არ გინდა მაინც და მაინც ზამთარში ცივი წყლის არ მაქვს ეს მოთხოვნილება. ზაფხულში ძალიან ვსვავ, არ მაქვს პრობლემა. ცივი წყალი ისაც ზოგადად არ არის მაინც და მაინც ძალიან რეკომენდებული, განსაკუთრებით დილის საათებში. აი დილით უზმოზე, საუზმემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგი წყლის მიღება არის გამთბარი წყალი და თუ კუჭნაწლავის მხრიდან ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ცოტა ლიმონი
მოგონით ეს იქნება ეს დეტოქსის რა ეს უკვე დეტოქსის ჩართვა არის ჩვენი სიჯანსაღისთვის. დილას ვსვავდა მახსოვს თქვენგან რომ იმაზე თბილი უნდა იყოს ვიდრე ოთახის ტემპერატურა თქვენთან კარგად მახსოვს უბრალოდ დილის 5 საათზე ცოტა მიჭირს ამაზე ფიქრე რომ ცოტა კიდე უფრო შევათბო მაგრამ მაინც მოსახი ხო იმზადებ მაინც და შეგიძლია ისიც თავარია სული ხო ეხლა უფრო თბილა ანუ რა მომშვიდებს ნახე რომ უფრო გათბობაა ჩართული და უფრო თბილია ის წყალი სიტყვაზე ვიდრე გაზაფხულზე იქნება ან ზაფხულში ხო ნუ მაინც სასურველია თუ ცოტა განსაკუთრებით ვისაც აქვს ნაღლის ბუშტის პრობლემები ხო იმათთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა ესეთი გამთბარი წყლის მიღება აი ცხიმიან საკვებსაც მივეჩვით მოდი თქვათ ეს ნაწილიც და ჩვენი ქართული კერძები საკმაოდ ცხიმიანია და რაღაც ზამთარშიც იგივე შეიძლება რაღაც ინსტინქტის დონეზე გვაქვს რომ ეს ცხიმიანი გვინდა და უფრო რაღაცნაირი ხო რომ ამიტომ ახლა ნელ-ნელა უნდა ჩავანაცვლოთ აი ეს ჩვენი კერძები რომელიც ახალ წელს ესე უხვად ჰქონდა და უპირატესობა მივანიჭოთ უფრო ცილოვან საკვებს, ეს იქნება ხორცი თუ ფრინველის ხორცი თუ თევზი, აუცილებლად ბოსტნეულის საკმარის რაოდენობასთან ერთად. რა თქმა უნდა, ფრინველის ხორცი მივირთვით ამ ახალწელს უბრალოდ გაჩნია რასთან ერთად მივირთვით და რაში დევს ის. ამიტომ აი соуსები უნდა შეიცვალოს და უპირატესობა მივანიჭოთ ცოცხალ ბოსტნეულს, ცოცხალ მწვანილს, ხო? შეიძლება ოდნავ ტყემალი დავუმატოთ, მაგრამ აი ეს ჩვენი ნიგზიანი соуსები საცივის სახით თუ ბაჟის სახით, დავტოვოთ უკვე საკმარისი მივირთვით. შემდეგი ახალი წლისთვის, ან შემდეგ დღესასწაულებამდე, ხო? პრაქტიკაზე გადავიდეთ, მოდი რა და გადავინაცვლოთ უკვე სამზარეულოში, სადაც დილას დავაანონსეთ და გვასწავლით შემამსუბუქებელ, ასე ვთქვათ, სმუს, კოქტეილს, რომელიც დაგვეხმარება, რომ კიდევ უფრო კარგად გამოვიყურებოდეთ, კიდევ უფრო ჯანსაღი იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიურობა. სანამ სამზარეულოში გადავინაცვლებოდით, რამდენიმე სიტყვას მაშინ ვიტყვი აი ამ სმუზებზე ან კოქტეილებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრისთვის ხო ეს სმუზი და კოქტეილი არის დეტოქსის შემადგენელი ნაწილი. ძალიან ბევრისთვის დეტოქსი თავიდანვე ასოცირდება შიმშილთან და მხოლოდ ხილის წვენებთან წვენების მიღებასთან. რაც ჩემი აზრით უფრო მავნებელია ვიდრე რამე სიკეთის მომტანი. ნახეთ ერთი მხრივ, როცა ხდება აი ესეთი მკვეთრი კალორაჟის შეკვეცა, შემცირება, ეს ძალიან მით უმეტეს თუ ეს არის რამდენიმე დღის განმავლობაში, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენს მეტაბოლიზმზე და შენელებული, დარღვეული მეტაბოლიზმი თავად არის ზედმეტი წონის ერთ-ერთი მიზეზი. მეორეს მხრივ, თუ ჩვენ მივირთმევთ მხოლოდ ხილის წვენს, ჩვენ ორგანიზმს ვაწვდით ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ასევე არ არის რეკომენდებული. იმით განსაკუთრებით იმათვის, ვისაც უკვე აქვს ზედმეტი წონა, ვისაც აქვს ინსულინორეზისტენტობა და მით უმეტეს შაქრიანი დიაბეტის რისკი, იმიტომ რომ აი ესეთი დეტოქსების შემდეგ მოთხოვნა ტკბილეულის მიმართ უფრო იზრდება. ამიტომ რომ ეს დეტოქსიც იყოს ჯანმრთელი და სწორი, სასურველია რომ წვენი ჩავანაცვლოთ სმუზით, რაც მოგცემს იმის საშუალებას, რომ გარდა შაქრისა მივიღოთ ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის უჯრედისი, რომელიც ესე ვთქვათ ძალიან სასიამოვნოა ჩვენი ნაწლავების მიკრობიომისთვის ნამდვილად და თვითონ სმუზი მოვამზადოთ ისე რომ მის შემადგენელ ნაწილში ერთ წილ ხილზე 2 წილი ბოსტნეული და მწვანილი იყოს. მოდით პრაქტიკაში შევხედოთ როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი და ნატალია რისი კითხვა მინდა? ანუ ეს სმუზი კონკრეტული ერთი კვების ჩანაცვლება თუ ეს ცალკე კიდე ეს არის? ანუ შესაძლებელია რომ როგორც ერთი კვება ჩავანაცვლოთ, მაგალითად საუზმე ან ვახშამი, შეიძლება განტვირთვის დღის სახეც მივცეთ, უბრალოდ აქ მთელი დღე ვთქვა დღეში 3 ჯერ, მაქსიმუმ 4 ჯერ მივირთვათ, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ ესეთი განტვირთვის დღეები კვირაში ერთხელ მაქსიმუმ 2 ჯერ უნდა ჩავატაროთ და სასურველია არა ზედიზედ. ასევე შეიძლება დეტოქს კურსივით ჩატარდეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ აქაც უნდა ვიცოდეთ, ისე ვთქვათ, ოქროს შუალედი, 2 მაქსიმუმ 4 დღე, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია როგორ მოვემზადებით ამ დეტოქს კურსისთვის.
კურსისთვის და სასურველია ერთი კვირით ადრე მაქსიმალურად ვეცადოთ და არა ისე ვთქვათ ჩვენთვის ნაკლებად სასარგებლო საკვები ამოვიღოთ საკვებიდან ეს იქნება შაქარი, მარილიანი თუ ცხიმიანი საკვები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გამოვდივართ დეტოქსის შემდეგ. რამდენი ფაქტორი ყოფილა. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მეორე დღეს ეგრევე ყველა პროდუქტი არ უნდა ჩაიდო. უნდა ნელ-ნელა შემოიყვანო ჩვენს რაციონში. ძალიან კარგი დრო ეხლა უცბად გადავიდეთ, ხო? უმკინეულად წავედით, მოდით საუზმით. რადგანაც საუზმით დავიწყოთ, აი აქ ინგრედიენტები გვჭირდება. აი აქ შეგვიძლია იმ ინგრედიენტებით, რასაც მე აქ ვხედავ, შეგვიძლია ორი სმუზიც გავაკეთოთ, ერთი რომელიც იქნება კარგი საუზმის ღერები, ხო, ნიახურის ღერები, კიტრთან წვანეს ვაკეთებ, წვანეს სმუზით, ეს პოპულარულია ხა. ნუ არ ვიცი, წვანე გამოვა. არა, აქ ფერი გამოგვივა. წვანე ნამდვილად ესე იგი, თუ ჩვენ ვაკეთებთ, მოდით ორი ულუფა გავაკეთოთ, ნახოთ რა. თითო ღერი, თითო ადამიანი. ნუ აი იცით რა, ღერზეც დამოკიდებულია თვითონ მე ისიც ვაკრატუნებ ხოლმე ძალიან სასარგებლოა. ნახეთ. ყველის მიუსწრეთ ესეც შენი სენდვიჩი. ხო, ნუ პურზე უკეთესია ნამდვილად ამ შემთხვევაში. ესე იგი, ავიღეთ ორი ღერი ნიახური. ორი ღერი, ნიახური. ერთი ცალი კიტრი, რატომ ნიახური და კიტრი? უკვე რა кайსუნია, ხო? ორივე ეს პროდუქტი არის ძალიან დაბალკალორიული და მათ აქვთ ძალიან კარგი თვისება. ხელს უწყობენ ზედმეტი სითხის გამოდევნას ორგანიზმში. ორივე. კი ბატონო, აი განსაკუთრებით ვისაც შეშუპებები აწუხებს დილის საათებში, ხო? ამ შემთხვევაში ეს სმუზი იქნება ძალიან კარგი მუშა ამ ადამიანებისთვის. გარდა ამის თუ ახშამი? არა, ეს საუზმე ჯობია, რომ აი ზედმეტი სითხე გამოიტანოს ორგანიზმიდან. ამას ჩვენ დაუმატებთ ერთ ვაშლს, მწვანე ვაშლი და წინასთან არის გათლილი, რომ ძალიან უხეში არ იყოს. და აი ჩვენ თავის ყველაფრით უნდა მივირთვათ მე ხო ესე სკელი, მასა სკელი. ბატონო, რატომ მწვანე ვაშლი? იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით პექტინებს შეიცავს და პექტინი არის ბუნებრივი ენტეროსორბენტი, ანუ რას ნიშნავს? ხელს ეხმარება ორგანიზმს ტოქსინებიდან გამოდევნას ორგანიზმიდან. ამიტომ დავუმატოთ ერთი ვაშლი. ძალიან არომატია. გემოსაც მოგცემს ცოტა სიტყვოსაც. სიტყვოსაც მოგცემს. აუცი, აი აქ ცოტა რაღაცა არ მომეწონა. ერთიც დავუმატოთ. ანუ ერთი სრული ვაშლი გვაქვს, ერთი სრული კიტრი გვაქვს, ორი ნიახურის ღერი გვაქვს და აი ეს რა გვაქვს? ეს ისპანახია? ხო, ისპანახი მეორე სმუზისთვის დავტოვოთ. ხო. ხა ვითი შემოწოდა გავაკეთილშობილად გემო, იმიტომ რომ ნიახურს თავისებური გემო აქვს. ინტენსიური გემო აქვს, მაგრამ არ ვიცი სმუზში როგორ იქნება კიტრი ვაშლი და ვაშლი გააკეთებს. ვაშლი აიღებს თავის თავზე მაგას. კი ბატონო და დავამატოთ, ეს არის ჩინი თუ სხვა არ უნდა, ლიმონი არა, ლიმონი ცოტა. მეორე შეგვიძლია კანიანად დავუმატოთ. კანიანად ჩავასკუპოთ. შეგვიძლიათ აი ეს ოდნა, მესამეც გავაკუთოთ, მაგრამ ნუ ეს უკვე მე ვის როგორი უყვარს ზოგს, უფრო ტკბილი უყვარს ზოგს. საით მომართული. წყალიც გვინდა რასაკვირველია, რამდენი წყალი გვინდა? ნუ ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია როგორი სქელი მოწონს რა რა ადამიანი. კონსისტენცია გვინდა? აი ესეთი რომ ჯერ ნახოთ აბა. აი ეს. ჯერ მოდით დავახუროთ. და მე დავარეგულიროთ. სწორად შვები ამასთან შეხება არ მქონია და არ არის დახურებული. მე მგონი ცოტა წყალი უნდა დავამატოთ, რომ უფრო ადვილად დაბლენდერდეს. მოევიოს დაჭრილ და ცოტა კურზითაც დავეხმაროთ. და მე ჩვენ გვრჩება იქ ჭარხალი, ეს უკვე აქ ეხა კოჭა არ მოუხდებოდა. მოუხდება ნამდვილად და რატომ კოჭა? კოჭა არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. ასევე ებრძვის ტოქსინებს. არის ანთებით საწინააღმდეგო. არეგულირებს შაქრის დონეს ორგანიზმში და ნუ არის სუპერფუდი ნამდვილად. სუპერფუდია და კოჭა. კოჭა ისე ჯინჯერი. ძალიან კარგად უნდა იფრითოს და შემდეგ მივიცვათ. დასაგებია. ეს
ესა ჩვენი დილის საუზმე გამზადდა ნატალიამ გაგვიმზადა საუზმე. ესე იგი, მოდი სანამ ჭიქაში ჩამოვასხავთ, შეიძლება ცოტა უფრო თხელიც იყოს, შეიძლება ცოტა უფრო სქელიც, უკვე ეს გემოვნების მომენტია. შეგვიძლია ცოტა უფრო მეტიც დავაბლენდეროთ, აი ეს უჯრედისი მიიღოს ჩვენმა ორგანიზმმა, რომ რაღაცა სიმაცრეც. რეალურად დრო გვიჭერს ძალიან, ისევე როგორც ალბათ კამრები ამ ეტაპზე ჩვენი ცხოვრების და ჩვენი საახალწლო რეჟიმის შემდგომ. მეორე კოქტეილის გაზირებას ვერ ვახერხებ, თუმცა ინგრედიენტებად ვთქვათ, უბრალოდ რა გვინდა და გავიდეთ. ისპანახი. ნახევარი ჭარხალი, ჭარხალი არის ერთადერთი პროდუქტი, როგორც შეიძლება თერმულად დამუშავებული იყოს, დანარჩენი ყველაფერი უნდა იყოს ცოცხლად. აქაც შეგვიძლია დავამატოთ მწვანე ვაშლი და კივი, ცოტა ჯინჯერი, ცოტა ოდნავ ნახევარი კოვზი თაფლი და დარიჩინი. აი ეს სმუზი ძალიან კარგი იქნებოდა საღამოს საათებში, იმიტომ რომ ესე ვიფიქრე. ისპანახს გარდა ბევრი სხვა სიკეთისა აქვს ისეთი ამინომჟავა, როგორც არის ტრიპტოფანი და ტრიპტოფანი გვამშვიდებს, გვაწყნარებს და შეიძლება ძილზეც აისახოს ძალიან დადებითად და ყველა ეს კომპონენტი აწესრიგებს კუჭნაწლავის მოქმედებას და წმენს ჩვენ შიგნიდან. ზუსტად ეს არის რაც გვჭირდება ახლა ჩვენ ამ ახალი წლის კვების შემდეგ. ნატალია გოგავას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ გვასწავლა ორი შესანიშნავი რეცეპტი, საუზმეც გვაქვს, ვახშამიც გვაქვს. ესეც ასე. ახლა საცრაფოდ უნდა გავიდეთ რეკლამა და